დღეს ჩვენ ვიწყებთ ჩვენს ტრადიციულ შეხვედრებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის და მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელობასთან. ეს არის რეგულარული საგაზაფხულო შეხვედრები, რომელიც ტარდება ვაშინგტონში. ჩვენ რასაკვირველია გვექნება საუბარი საქართველოს ეკონომიკაზე, მის ბოლო მდგომარეობაზე, მის მედეგობაზე, მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე, ინფლაციის მართვაზე. ასევე, რა თქმა უნდა, ისეთ დროს ხდება ეს შეხვედრა, როდესაც ყველას აწუხებს ახალი გამოწვევა, ახალი გეოპოლიტიკური დაძაბულობა ირანთან დაკავშირებით, რაც გადაეცემა გლობალურ ეკონომიკას და სავარაუდოდ ნაწილობრივ მაინც გადაეცემა საქართველოს ეკონომიკას, მაგრამ კარგი არის, რომ ჩვენ მართლაც მომზადებულები ხდებით ამ ახალ შოკს, იმიტომ რომ გვაქვს საკმაოდ მაღალი საერთაშორისო რეზერვები, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია, გვაქვს ძალიან კარგი ფისკალური მდგომარეობა, გვაქვს საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური ზრდა, თუმცა გამოწვევა არის სახეზე და აქედან გამომდინარე ძალიან დროულია ეს შეხვედრები, იმიტომ რომ სხვადასხვა ქვეყანა გაგვიზიარებს თავის გამოცდილებას, საერთაშორისო სავალუტო ფონდი ასევე საკუთარ ხედვას და ერთობლივად შევძლებთ, რომ ვიმსჯელოთ რა არის საუკეთესო დახვედრა ამ ახალი გამოწვევების იმისთვის, რომ მინიმალური ეფექტი იქონიოს ჩვენს ეკონომიკაზე. ასევე ვისარგებლებთ შემთხვევით და გვექნება რამოდენიმე შეხვედრა ინვესტორებთან, ეგრეთ წოდებული roadshow, რასაც ყოველთვის ვატარებთ ფინანსის სამინისტროსთან ერთად, როდესაც კი გვიწევს საერთაშორისო პლატფორმაზე ყოფნა, მოუყვებით საქართველოს ეკონომიკაზე. ეს ის ინვესტორებია, ვინც გლობალური ინვესტორები, დიდი ფონდები, ვინც უკვე წარმოდგენილია ჩვენს ბაზარზე, ასევე ახალი ინვესტორებიც. საქართველოს მიმართ საკმაოდ მაღალი ნდობა არსებობს და გვინდა, რომ ჩვენი პრეზენტაციით ეს ნდობა კიდევ უფრო მეტად განმომტკიცოთ.